დღეს GDP-დია მოგიყვებათ ველოსიპედზე. ყველაზე პოზიტიურ და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ველოსიპედით სეირნობისას ტვინს მიეწოდება ისეთი ნივთიერება, რომ ადამიანს კარგ გუნება-განწყობაზე აყენებს. ველოსიპედის ისტორიული საწყისები კამათის საგანს წარმოადგენს, თუმცა დანამდვილებით არის ცნობილი, რომ 1817 წელს გერმანელმა კარლ ფონ დრეზმა შექმნა ლაუფტმაშინი, რომელსაც პრესამ ჯერ დრეზინა, შემდეგ კი ველოსიპედი უწოდა. 1817 წელს მანჰეიმში მან თავისი მექანიზმით 13 კილომეტრი 1 საათზე ნაკლებ დროში დაფარა. ველოსპორტის ერთ-ერთი სახეობა მაუნტინ ბაიკია, ანუ სამთო დაშვება, რომელიც 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა. მაუნტინ ბაიკის ცალკეულ დისციპლინათა უმეტესობას სპორტის ექსტრემალურ სახეობებს მიაკუთვნებენ. პირველი სპეციალური სამთო ველოსიპედი ამერიკელმა კონსტრუქტორმა გარი ფიშერმა დააპროექტა. საქართველოში ველოსპორტის ამ სახეობას 15 წლის გუგადვალი წარმოადგენს. In your night with pleasure, boom, pleasure. Deep greeting, googling about corner. ველოსიპედზე კატაობა დავიწყე 2 წლის წინ, იქამდე ვკატავდი სკეიტბორდზე და გავიცალე მეგობრები ამ ველოსიპედის დისციპლინაში და მომეწონა და ჩამითვლია. დამოხილი საქართველოში არ არის განვითარებული, მაგრამ ჩვენ ვინც ამ სპორტს მიყვებით, ვცდილობთ რომ ყველანაირად განვითაროთ. ჩვენ თუ აკეთებთ გზებს, ხელშეწყობა არანაირი არ გვაქვს, რომ რამე გიმჩეჯიბრი ჩავატაროთ, ან მართლა ვიყიდოთ, რომ გზები გავაკეთოთ. ყველაზე მეტად ამ სპორტში მომწონს სწრაფად დაშვება და ადრენალინის გამოყოფა. წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი და არ ვაპირებ მარტო ამ საქართველოს ჩემპიონობით დაკმაყოფილებას. დამწყებ ექსტრემალურად ურჩევდი, რომ აუცილებლად გაიკეთო კასკადა სათვალეები, რადგან როდესაც თავი არ დაარტყდა სათვალე იმისთვის, რომ ტოტები არ მოხდეს თვალებში. კიდე აუცილებელი არის სამუხლე, რომ ეცემი პირველი მუხლი მიდის მიტაზე მაინც და ხელთათვალებს, იმიტომ რომ ხელებს ეგრევე ვადებ და იყო დაცული.